არიან პაციენტები, რომელიც ისა შეიძლება მოусმინოს ამ პოდკასტს და თვითონაც მიიღებს თავის თავზე 4-ჯერ თუ 5-ჯერ გაკეთებულია ერთი და იგივე პაციენტზე. მე შემხვდა ერთხელ გაკეთების ისა საშუალება დანარჩენის ჩემმა სხვა ქირურგებმა პერფორაციაზეა საუბარი, კუჭის სკოლის გახდა. დღეისათვის ძალიან იშვიათია და ერთ-ერთი პაციენტი 5-ჯერ ჰქონდა პერფორაცია. მოგები არ იცავს არაფერს და როცა არ იცავს ესე ხდება ხოლმე. კაი ლექსო, მაშინ ერთ შეკითხვასაც დაგისვავ, შენ გვარად ლაგვილავა ხარ და მეგრელი ხარ. ძირითადად ეს კუჭის სკოლოვანი დაავადება გავრცელებული იყო ხოლმე სამეგრელოში, ხო? უფრო მეტად იყო გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად უფრო ცხარე, უფრო ისეთი საკვებია, რომელიც თქვათ ამ დაავადების განვითარებას და შემდგომ გართულებებს ხელს უწყობს და ეს სტატისტიკა ახლად შენარჩუნებულია. ეხლაც ეს პაციენტი 5-ჯერ გაუსხდა კუჭი მეგრელია თუ სვანია? უფრო მეტად წყლოვანი დაავადება 12 ნაწლავზე ვითარდება თუ კუჭზე ვითარდება და სიმსივნედ გადაგვარება რომელს უფრო ახასიათებს კუჭის წყლს თუ 12 ნაწლავის წყლს? 12 ნაწლავის ზოგადად სიმსივნეები არის ძალიან იშვიათი სიმსივნეები, მისი გარემოდან გამომდინარე, ტუტე გარემოდან გამომდინარე. თუმცა ამ ქრონიკული პროცესის შედეგად შეიძლება გადაგვარდეს კუჭის ქრონიკული წყული.